მოგესალმებით პირველ რიგში. ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. და საერთოდ ფიქრობ, რომ ეს მიმართულება და ზოგადად საკუთარი თავის შემეცნება არის იმ ადამიანებისთვის, ვინც რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინეს უკვე საკუთარ თავში. ეს არის თქვენი ის პორტრეტი და ის შინაგანი მე, რომლისთვისაც ვართ მოსულები, რომ აღმოვაჩინოთ, ხო? ჩვენი ცხოვრებისეული მისია, ჩვენი, ასე ვთქვათ, არსი, ხო, რისთვისაც ვართ. მე მგონი ყველაფერი აქედან იწყება, რომ საერთოდ რისთვის ვართ აქ მოსულები. ხო, ეს არის აღმოჩენა, დაკვირვება, გაანალიზება ამ ყველაფრის, გამორკვევა და მე შემდეგ ცხოვრებაში გამოყენება ამ ყველაფრის. ბევრი არის ესეთი მიდგომა და ალბათობები, ხო, თუ რატოა, როგორ არის ეს შექმნილი ეს სამყარო. თუმცა მე ყველაზე ესეთ არაპოპულარულ და ცოტა გასაკვირ ტენდენციას მივყვები და ეს არის ჩემი აღმოჩენა, რომ არა, მარტო ჩემი არა, ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა ჩემამდეც, რომ ჩვენ ვართ ესეთი პატარა ელემენტები დიდ მატრიცაში, ხო, რომელიც არის მექანიზმი, ორგანიზმი და ჩვენ ყველანი ვურთიერთქმედებთ, როგორც ჩვენს სხეულში მოლეკულები, ატომები, ხო? ისე ვართ ჩვენს დიდი სისტემის, ჩვენი შემქმნელის, ჩვენი სამყაროს. შესაბამისად, ახლა ჩვენ ხო რაღაციდან უნდა დავიწყოთ და იმიტომაც არის ხოლმე, რომ დაბადების დღეს გვეძლევა ხო თარიღი, იმიტომ რომ ოდითგანვე, ყველა ისე ცხოვრობდა, ზოგმა არც იცოდა თავის დაბადების თარიღი, არ იცოდა ხო, საერთოდ ვინ არის, რა არის და ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ და ეხლა რაც განვითარდა ყველაფერი ეს თვით შემეცნება, უფრო სიზუსტისკენ მივდივართ და შესაბამისად ეს ჩვენი დაბადების თარიღიც ძალიან გვიწყობს ხელს ამაში. და ნუმეროლოგია ზოგადად, ჯერ კიდევ ხო, პითაგორას დროს იყო ძალიან აქტუალური, ხო, ჩვენ ძველი წელთაღრიცხვის 470 წელს და ჩვენი პითაგორელები, ხო, რომლებიც ასე ვთქვათ, აგიტაციას უწევდნენ ამ მიმართულებას, ზუსტადაც რომ იმას განსაზღვრავდნენ, თუ სად არის ადამიანი უკეთესი. რა გამოსდის უკეთესად, რატო ჰქონდათ, ხო, ხა ძველად, ახლა ესე არ იყო, რომ ვიპოვო ჩემი თავი, სულიერება, ხო, იქ იყო პრაქტიკული მიმართულებები და ადამიანები, ხო, ეს პითაგორას კვადრატით აწყობდნენ და იგებდნენ ხოლმე, თუ სად შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. მე განვითარდა ეს ყველაფერი, ჩვენც ვითარდებით, ეს ყველაფერი ვითარდება და ეს კლასიკური ნუმეროლოგიით ჩვენ უკვე გვაქვს ის მოცემულობა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ და მატრიცა კიდე სულ ახალი არის და იქიდან გამომდინარე, რომ არის ერთ-ერთი მიმართულება იმისიც და იმისი, ასე ვთქვათ, იდეა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ დიდ მატრიცაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მინიატურული პატარა მატრიცები, მესმის, რომ ეს ყველაფერი, როგორც ტექნოლოგიები ვითარდება და როგორც ასე ვთქვათ, ძალიან მშრალი ინფორმაცია გვაქვს, ესეც ბევრს შეიძლება მშრალად მოეჩვენოს და არ იყოს მზად ამისთვის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ოდითგანვე გვასწავლეს, რომ ყველაფერი სიყვარულზეა დაფუძნებული და ხო, თავად ჩვენი შემქმნელი სიყვარულია და კი, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ვართ ესეთი, ხო, ესეთი ენერგო ელემენტები და მატრიცის ნაწილები, იმიტომ რომ სიყვარულიც ენერგია არის. ის ყველაფერი როგორც მუშაობს დიდი მატრიცა, ხო, როგორც არის მოწყობილი, ამ ყველაფრისთვის სჭირდება ენერგია, ხო? ის ემოციები, ის ჩვენი რეაქციები, ეს ყველაფერი, ხო, კვებავს სამყაროს, ხო, გაგიგიათ ადამიანზეც, ხო, რომ ენერგოვამპირია და ხო, რაღაცა მქონდა ურთიერთობა ამ ადამიანთან და დავიცალე, ან პირიქით, ხო, გამომთლიანა და ასე როგორც ჩვენში არის ეს ურთიერთობები, ასე არის ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთანაც. და სამყაროს ჩვენ ვყებავთ ამ ყველაფრით, ხო? ამ სიყვარულით, თუნდაც სიბრაზით, რაღაცა აპათიური მდგომარეობაც კი
ამიტომ აი რო იძახიან ხოლმე მცნება რომ ანუ გამოვედი მატრიციდან და გამოდით და რაღაც ანუ ეს შეუძლებელია. იქამდე სანამ აქ ვართ, ჩვენ ვართ ამ სამყაროს ნაწილები, მას უყვებავთ და ერთადერთი რაც შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჩვენი მოცემულობა, რაც არის დაბადების თარიღში ჩადებული, უბრალოდ დადებითად გამოვიყენოთ. უბრალოდ ანუ ჩვენ ეს ყველაფერი განვავითაროთ და ვიყოთ შემქმნელები, ხო? ანუ ჯერ დამკვირვებელი ადამიანი და შემდეგ უკვე შემქმნელი. შესაბამისად ახლა ჩვენ დაბადების თარიღში კლასიკური ნუმეროლოგიით გვაქვს ჩვენი სულის რიცხვი და ნუ ვინც ახლა ანუ ნუმეროლოგიაში ერკვევა და ეს მიმართულება მისთვის პოპულარული არის, ანუ ყველას ასე ვთქვათ, ეს ინკარნაციის თემაც რა თქმა უნდა აქვს დამუშავებული და ვიცით რომ ადამიანი ცხოვრობს, ნუ არაერთხელ. აქედან გამომდინარე ნუმეროლოგიაში არის სულის რიცხვი, რომლითაც ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნად. მერე გვაქვს ბედის რიცხვი, ანუ მისია და არის კიდევ რეალიზება, ანუ ადამიანი როგორი არის რეალიზებული ამ სამყაროში, ანუ როგორი იგრძნობს სრულფასოვნად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ხოლმე აი ეს შეგრძნება. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ყველაფერი, ფინანსებიც, ურთიერთობებიც, ხო, რაღაცა მიღწევები, მაგრამ შეიძლება რაღაცა აკლდეს, რომ რაღაცა ანუ იქ არ ვარ, ხო? აი რაღაცა შინაგანი გრძნობა, რომ რა ხდება ნეტა, ხო? ანუ რატო არ მაქვს, ანუ ლოგიკურად თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ყველაფერი რაღაცნაირად ანუ აწყობილი მაქვს, მაგრამ რა ხდება? ანუ რატო არ ვგრძნობ თავს ბედნიერად? და ზუსტად აი ამისი პასუხი არის ხშირ შემთხვევაში, ხო, ჩვენი კოდები, თუ როგორ ვართ დაპროგრამებული, თუ რა არის ჩვენი რეალიზება, რა არის ჩვენი მისია და რამდენად ამას მიუყვებით. იმიტომ რომ ზოგი ინტუიციურად მიუყვება და ყველაფერი კარგად აქვს და ეს შეგრძნებებიც აქვს, მაგრამ ნუ ზოგს ჭირდება ახლა ცოტა გაცნობა საკუთარი თავის ამ მიმართულებით. ასე რომ ახლა შეგვიძლია ჩვენ გავიცნოთ საკუთარი თავები, თქვენი დაბადების თარიღი, ანუ ერთ-ერთი დაბადების თარიღი რომ ავიღოთ, მე მაგალითს მოგიყვანთ როგორ დავაჯამოთ ეს ყველაფერი და გამოვარკვიოთ, ხო? ანუ მაგალითად რა ვიცი, ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი თარიღი, რომ მაგალითად თქვენ რომ მითხრათ თქვენი დაბადების თარიღი. 10 ნოემბერი 1982. თითქ ჩავიწეროთ. ნოემბერი 1982. პირველ რიგში კლასიკური ნუმეროლოგიით განვიხილოთ ეს და შემდეგ მატრიცაზე შეგვიძლია გადავიდეთ. ანუ 10-იანი საერთოდ ანუ ხო ყველაფერი ვითარდება და ანუ ახლა თავიდან იყო ხოლმე ეს 9 ენერგიის სისტემა და მერე უკვე მატრიცაში ჩაშლილი არის როგორც 22 ძირითადი ენერგია, ხო? იმიტომ რომ საერთოდ აი როგორც მენდელეევის ცხრილში არის რაღაცა გარკვეული რაოდენობის ნივთიერებები, ისე არის ჩვენ სამყაროში 22 ძირითადი ენერგია, რითიც ფუნქციონირებს ყველაფერი, ანუ ენერგია, რასაც ეწოდება, ხო, ამ 22 ენერგიაზე დგას. და ასევე ჩვენშიც, ხო, ანუ ეს არის, ანუ 22 ენერგიის დაფუძნებით ჩვენ ფუნქციონირებთ. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ კლასიკური ნუმეროლოგიით ეს 9 ეტაპი რომ განვიხილოთ, ნუ ამ შემთხვევაში არის სულის რიცხვი 1, თქვენი მისია არის 5-იანი და რეალიზება არის 6-იანი. მაგრამ, ხო, ანუ მატრიცის მიხედვით არის 10-იანი, რომელიც შეესაბამება უკვე ფორტუნას ბორბალს და იქ ცოტა უფრო ჩაღრმავებულია, ხო? ამაზეც ვიტყვით, რა თქმა უნდა და ნუ პირველ რიგში, ხო, ანუ ეს სულის რიცხვი ეს არის ის, რაც თქვენ გქონდათ წინა ინკარნაციაში, ასე ვთქვათ, წამყვანი ენერგია. ხო? ადამიანი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, მაღალ პოზიციაზე, ადამიანი, რომელიც იყო ესეთ მზის ენერგიებში, არის იმისი ალბათობა, რომ შეიძლება იყავით მამაკაციც, ხო? იმიტომ რომ, ანუ ძალიან ისეთი მამაკაცური ძლიერი ენერგია არის, ზოგადად ერთიანი. და, ნუ ხო, ყველამ ვიცით, რომ ადამიანში არის როგორც მამაკაცური, ასევე ქალური საწყისი და ჩვენ გვჭირდება ხოლმე, ქალბატონებს გვჭირდება ხოლმე, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქალური, რომ რაღაცა ხო არ იყოს დისბალანსი. და მამაკაცებს კიდე მამაკაცური. თუმცა აი ერთიანების შემთხვევაში ხო, ნუ პირველში 28-ში, 10-ში, 19-ში დაბადებულ ადამიანებს აი მაინც მოსდევთ აი ეს ლიდერული, სტრატეგიული ხედვები, ხო? თუმცა ნუ გააჩნია კიდევ
მატრიცაში რა გვაქვს მოცემული, მაგრამ ანუ თქვენ ყველა ვარიანტში გაქვთ იმისი საშუალება, რომ იყოთ, ანუ გამორჩეული იყოთ ადამიანი, რომელიც ანუ ესე ზევით არის მიმართული ხო, მხოლოდ წინ და წინ ეს ერთიანი როგორც არის, ესე ვთქვათ, აღზევებული და ზევით ადის, აი ასე სულ წინ იაროთ. ხო, ძალიან ესეთია რა, ანუ იცის რა უნდა. ну რეალურად ახლა არის ენერგიები რომ არიციან ხო აი 4-იანია მაგალითად რომ ვერ გაუგია რა უნდა ხო რაღაც ესეთი 7-იანებიც არსებობენ ასეთი ხო 8-იანები მაგრამ ანუ ერთიანი ყველაზე ისეთია ჩამოყალიბებული არის მით უმეტეს როცა მისია 5 გვაქვს აქ ირთვება უკვე კომუნიკაბელურობის თემა იმიტომ რომ 5-იანი ну მერკურის ყველას ну რა თქმა უნდა აქვს კიდევ თავისი პლანეტები და ძალიან შორს წავალთ ეს ყველაფერი რომ ვისაუბროთ თუმცა ხო ну რაც სათქმელი იქნება, ბარემ ვთქვათ. და აქ გვაქვს კომუნიკაციები, აქ გვაქვს ფინანსები, ანუ თქვენთან უშუალოდ, ანუ თქვენი მისია 5 განსაზღვრავს რას, ხო? ანუ აუცილებლად ფინანსების მოპოვებას, კომუნიკაციების გავლით, ანუ რაც შეიძლება, ბევრი უნდა იტრიალოთ ხალხში, რაც შეიძლება, ბევრ პროექტებზე უნდა, ასე ვთქვათ, მიიღოთ მონაწილეობა, თქვენ შეიძლება დაწეროთ ეს ყველაფერი, ხო? ასევე, ანუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ, რომ ხართ დაუშვათ უიღბლო ან რაღაცა თქვენს სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ანუ როცა იტყვით რომ აუ რა მაგარია, როგორ გამიმართლა ხო? რა მაგარია, ანუ რაღაცა, ანუ მართლა მასე მოხდება. ანუ ზოგადად ხო ესია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში გაორმაგებულია ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ სამყარო გიდასტურებს. კი, მართალი ხარ. ანუ რაც არ უნდა თქვა მართალი ხარ. იტყვი რომ უიღბლობაა? ოკეი. იქნება. იტყვი რომ იღბლიანი ხარ? ოკეი, იქნება. მარტივად გამომდის ეს პროექტი? კი, რა თქმა უნდა, გამოგდის, გეტყვის. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა თქმა უნდა, ფიქრების, სიტყვის, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მოქმედებს ადამიანზე, ეს არის გრძნობა. რაღაცას რა შეიგრძნობ. ანუ რამდენჯერ გქონიათ რომ აი დაუშვათ რომ გეშინია რომ არ წაიქცე. და მაინც მაშინ გადაგიბრუნდება ფეხი, ხო? რაღაცა ადრენალინი რომ გამოიყოფა და უცებ გაიხედები და მართლა წაბორძიკდი და მართლა წაიქეცი, ხო? ან აი მაგალითად რა არის, აი ფიქრობდი, ასეც მეგონა რომ ასე მოხდებოდა და ნუ რაღაცა ადამიანს აქვს ეს ჩაციკლული, რომ აი მაინც ცუდი უნდა მოხდეს და ოკეი, გეუბნება სამყარო რომ აი, იყოს მასე. ხო, ზოგს უდასტურებს პირიქით. აი, სამიანებს მაგალითად პირიქით უდასტურებს, რომ არა, შენ მაინც სიუხვის ბარაქის ენერგია ხარ და არა, აბა მოდი შეატრიალე, მაგრამ თქვენ შემთხვევაში აი, რასაც ხო, ესე გასცემთ და რასაც ასე ვთქვათ, ეტყვით, იმას დაგიბრუნებთ. 21 სამიანია, კი. 21 სამიანი არის, თან გლობალური სამიანია. იქ გვაქვს უკვე თემა, ხო, ისეთი რომ აი გაფართოვება, გინდათ ქვეყანაში იყოს მაინც ესეთი ცოტა გლობალური პროექტები. ნუ ვნახოთ იქ კიდე პლუს მისია რა არის. და რეალიზება თქვენ შემთხვევაში არის 6-იანი. იმის მიუხედავად რომ თქვენ გაქვთ ესეთი ცოტა ესეთი ძლიერი ენერგია, ანუ ფინანსებისკენ მიმართული, თქვენი რეალიზება სიყვარულია. თქვენი რეალიზება არის ჰარმონია და ეს სიყვარული პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა იყოს, ხო? ანუ თქვენი სარკე არის გარშემო, ყველა და ყველაფერი, აი წარმოიდგინეთ, რომ სარკეში იყურები. ხო? სარკეში იყურები და აუ რანაირად აქვს თმები, ხო? და შენ ხო არ მიხვალ და იმ სარკეს ხო არ დაუწყებ თმების გასწორებას. გაისწორებ შენ თვითონ. და იქაც გამოსწორდება. აი რეალიზება 6-იანი ზუსტად აი ამას უნდა ხვდებოდეს, რომ მე რაც მინდა, სხვაგან დავინახო, მე როგორც მინდა, რომ ისინი მომექცნენ 6-яნის თემაში, ეს ჩემს თავს უნდა მივცე. მე უნდა მიყვარდეს ისე საკუთარი თავი, როგორც სხვებს მინდა რომ ვუყვარდე მე. ხო? და აი რეალიზებული უკვე იქნებით მაშინ, ხო? და ანუ აი თვითკმარმდგომარეობას მაშინ განიცდით, როცა აი ზუსტად მაგას მიაღწევთ, რომ აი საკუთარი თავის სიყვარულის გავლით მიიღებთ გარედანაც ამ ყველაფერს. მაგრამ ეს ისე არ უნდა კეთდებოდეს, რომ აი მე ახლა ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ იმათ გააკეთე, ხო, ჩემს თავს ვუყიდი რაღაცა ვარდებს, ხო? რომ ჩემო პარტნიორმა მიყიდოს, არა, მასე არა. ანუ შენ უპირობოდ ჩემს თავს უნდა აჩუქო ეს სიყვარული. და მე რეალიზებაში უკვე აი ეს 6-იანი გამოვლინდება, იმიტომ რომ რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოთ, რამხელა კომუნიკაციებიც არ უნდა დაამყაროთ, რამხელა პროექტებიც არ უნდა გააკეთოთ, მაინც სიყვარულია თქვენი რეალიზება და ანუ ეს
ჰარმონია ჯერ საკუთარ თავთან, მერე დანარჩენებთან. მადლობა. გაიხარით. თქვენს შემთხვევაში 21 10 ანუ ოქტომბერი 1975. ხო, აქ გვაქვს ესე იგი, ერთადერთი ანუ ჩვენ გვაქვს ისეთი ვარიანტები, სადაც შეგვიძლია გავიგოთ, ადამიანი იყო ძველი სული, არის ხო, ცოტა ისეთი გამოვლილი აქვს რაღაც ინკარნაციები თუ არა. ხო, ამ შემთხვევაში, ანუ როდესაც ჩვენ ვაჯამებთ და ვიღებთ ხოლმე 11-ს, 22-ს ან 23-ს, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი არის ძველი სული. ეს მისიაში თუ აქვს. ხო, ასე რომ ახლა ვინც გვიყურებენ ასევე ხო ონლაინ შეუძლიათ დააჯამონ ეს ყველაფერი თქვენი დაბადების თარიღი აიღეთ შეგიძლიათ ხო აიღოთ ჯერ თქვენი დღე დააჯამოთ დაწეროთ მერე მთლიანად თქვენი დაბადების თარიღი და თუ მიიღეთ 11-22-23 ესე იგი თქვენ ხართ ძველი სული და ასევე დატოვეთ ეს და შემდეგ მიუმატეთ პირველი და მეორე ენერგია ხო და მივიღებთ რეალიზებას ეს უნდა ერთ ნიშნულზე დავიყვანოთ ეხლა თქვენს შემთხვევაში ანუ თქვენ შემთხვევაში არის მისია 8 გვაქვს სამიანი სულის რიცხვი და რეალიზება არის 11 ну ორიანი ჩავთვალოთ ეხლა რა ხდება აქ ნახე 21 ენერგია როგორც ესეთი არის სამყაროს ენერგია პირველ რიგში თქვენ აუცილებლად ну ეხლა კი ეს განხორციელებული გექნებათ მაგრამ მაინც იმ ადგილიდან სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ აუცილებლად უნდა გადახვიდეთ აუცილებლად ეს პირველი რაც უნდა გააკეთოთ თქვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ სამყაროს ენერგია მუშაობს გაფართოვებაზე. როდესაც თქვენ ფართოვდებით ელემენტარულად მაინც, ხო აი მაგალითად ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ხო დავუშვათ ერთ კორპუსში და მე გადავედი მეორეში, ეს უკვე დადებითად მოქმედებს და მე თქვენი ფინანსები ყველაფერი ესე ეწყობა. მერე აუცილებელი არის რომ რაღაცა შეხება გქონდეთ საზღვარგარეთთან. შეიძლება ეს იყოს ქალაქის გარეთ, ხო, ანუ სხვა რეგიონთან. უკეთესი იქნება თუ ზოგადად ანუ საქართველოს გარეთ, ხო, სამშობლოს არეალს თუ გაცდებით. ასევე ძალიან კარგი ბილინგვალები არიან ხოლმე, სწავლა, განათლება, ძალიან უყვართ, თუმცა ძალიან არ უყვართ, როდესაც ჭკუას ასწავლიან, როდესაც რაღაცაზე არიგებენ, როდესაც ანუ პირიქით, ხო, ანუ მე კი არ ვასწავლი, არამედ ისინი მასწავლიან, იმიტომ რომ არის დიდი ალბათობა ყოფილიყავით წინა ცხოვრებაში გურუ ადამიანი რომელიც ასე ვთქვათ გასცემდა ინფორმაციას ძალიან დიდს და ეხლა აი შენიშვნა თქვენთვის ნუ არ შეიძლება აი შენიშვნის მიცემის კუთხით არ უნდა მოგცენ შეიძლება ეს რაღაცა მოვლითი გზებით რაღაცა ან მაგალითად დაგანახონ ან რაღაც მაგრამ აი შენიშვნას არ მიიღებთ თქვენ როგორც ეს ნახე ხო ხა თავარია რამდენად სერიოზულად ვიღებთ მე ამ შენიშვნებს ხო მისია 8 ეხა ხო მისია 8 არის კარმული მენეჯმენტი კარმული მენეჯმენტი არის რასაც დასთის იმას მოიმკი და ასევე ფინანსებთანაც ძალიან მჭიდრო კავშირში არის ხო პლუსში თუა გაყვანილი და ესეც მოდი ვთქვათ რომ ადამიანს აქვს ორი მიმართულება ხო ესე ვთქვათ აი როგორც ხასიათი თუ კარგ ხასიათზე ადამიანი სხვანაირია და თუ ცუდ ხასიათზე ადამიანი სხვანაირია ხო ანუ ხა ეს რა თქმა უნდა ასევე აქვს ამ ენერგიებს თავისი პლუსი და მინუსი ხო რომ ანუ პლუსის გამოვლინებაში დაუშვათ ხო რვიანს მოაქვს ანუ ყველანაირი ბენეფიტები თქვენთვის ხო what goes around comes around რაც იწყება ის მთავრდება ანუ რვიანი ერთადერთია რომელსაც არ აქვს დასაწყისი დასასრული და პირდაპირ პროპორციულად ასე ვთქვათ თქვენი მისიაც ამ რვიანის მიხედვით არის რომ აი ადამიანებს დაანახოთ აი ეს მენეჯმენტი ხო როგორ მუშაობს რასაც დასთის იმას მოიმკი და თქვენ იყოთ ამისი მაგალითი ხო რაღაცნაირად ასე ვთქვათ ასწავლოთ ადამიანებს რომ აი ესეა და არა ესე ხო დაუშვათ ხო თუმცა თქვენ შემთხვევაში რეალიზება ორიანი ეს არის დიპლომატია
ანუ თქვენი ურთიერთობები, თქვენი ასე ვთქვათ, აი ეს დიპლომატიური მიდგომა, ანუ რეალურად თქვენ რო ეს ყველაფერი განახორციელოთ, ხო და იგრძნოთ თავი კომფორტულად, თქვენ უნდა გახდეთ დიპლომატი ადამიანი. უნდა ისწავლოთ, ახლა კი უკვე გექნებათ ეს ნასწავლი, მაგრამ ანუ ადამიანების გაგება, მათი ასე ვთქვათ ფეხსაცმლის მორგება, რომ აბა ანუ ესე თუ მეუბნება, რატომ მეუბნება ხო? ანუ რა ხდება? რომ რაღაცნაირად ანუ საკუთარი თავი ჩააყენოთ მათ მდგომარეობაში. შესასწავლი ჯერ მაქვს, უკანასწავლი. არ გაქვთ ხო? არაფერი, იქნება, ხო. ხო, ნუ ეხა ცოტა ისეთი ახალმე ეს რეალიზება ყველაზე რთული განსახორციელებელია, იმიტომ რომ ანუ მთელი ცხოვრება მიისწრაფვის ადამიანი მაგისკენ, ანუ შენგან სამყარო მაგას მოითხოვს, რომ შენ ეს გააკეთო, ხო? ამიტომ ხო, ნუ ეს ყველაფერი იქნება. ეს ძალიან ისე ზოგადია. კლასიკური ნუმეროლოგია და ეს ხო ზოგადია, მაგრამ აი თუ ჩაუღრმავდებით ბედის მატრიცას, სადაც ალბათ მინიმუმ კალამი ფურცელი დამჭირდება, მაგრამ ესეც კაი კალკულატორზე გამოვითვალოთ. ხო, კალკულატორზე გამოვითვალოთ ესეც და ნუ კარმული ვალები განვიხილოთ, ხო? ხომ არ გაქვთ თქვენ სურვილი, რომ თქვენი დაბადების თარიღებით? დიახ. მეტი მაქვს ონლაინო ეს. ონლაინოც რომ ესწრებიან. ხო და დაგვიწერონ და რაღაცნაირად შემოტყობინეთ. დაწერეთ თქვენი დაბადების თარიღები და განვიხილავთ. დიახ. კი. იქამდე 18-12-1980. დიახ. ამ შემთხვევაში ეს გამოვიყენოთ. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს საერთო კარმული ვალი. ზოგადად ეს კარმული ისეთი ძალიან საინტერესოა. ხო. მოკლედ, ამ შემთხვევაში ახლა რა ხდება, ხო? ანუ კარმული ვალები კი ხუმრობთ ხოლმე, რომ ანუ ვალები აქაც გვეყოფა და ახლა კიდე იქიდან რომ მოყვება, ხო? მაგრამ ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი ცხოვრება. ეს არის ის, რაც ჩვენ არ განვახორციელეთ წინა ცხოვრებაში და ზუსტად ეს მომენტი მოყვება, იმიტომ არის ანუ მატრიცაში, ხა მატრიცა ესე თქვენ კი დაინახავთ, ანუ მაგრამ ხო ესეთი მრგვალია და ნუ იდეაში იცით ხო როგორც არის და ქვემოთ დგას ეს კარმული ვალი და რეალურადაც მთელი ჩვენი ყოფიერება ეხლა რაც არის დგას ამაზე. აქედან შევდივართ ურთიერთობების არხში, ფინანსების, აი ყველას რომ ნუ ეხლა იდეაში ყველას ეგაინტერესებს ხო ურთიერთობები, ფინანსები და ანუ მე რომ მეუბნებიან ხოლმე რა მოდი რა მარტო ურთიერთობები და ფინანსები განვიხილოთ. ანუ არ გამოვა ეგ, იმიტომ რომ ყველაფერი მოდის აი იმ შეცდომიდან. შენ თუ იმ შეცდომას გამოასწორებ, რაც წინა ინკარნაციაში გქონდა, ისიც გამოსწორდება, იმაზე დგას და რანაირად, ანუ შენ გეგზავნება გამოცდა, გაკვეთილი ადამიანი, იმიტომ რომ იქ მიხვიდე იმის გამოსასწორებლად. ხო და ეხლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს კარმული ვალი ნიშნავს ფიზიკურ ტანჯვას. ახლა რა ხდება აქ, ხო? ანუ 18-3-12 ეს არის ის კოდი და ზოგადად ნუ ხო ჩვენ ვართ დაპროგრამებული ეს უკვე ვთქვით. ეს არის ერთ-ერთი პროგრამა. ადამიანის, როდესაც ადამიანი წინა ცხოვრებაში განიცდიდა საკმაოდ დიდ ფიზიკურ და ანუ ზიანს რაღაცას, ხო, დისკომფორტს. ოღონდ ეს თავიდანვე არ იყო, ხო? ანუ რაღაცა ცხოვრების განმავლობაში მოხდა ისე, რომ ადამიანს მიეცა შიშიმუ პირობა, ადამიანს მიეცა რაღაცა ხო ფიზიკური დაზიანება ერთი მარტივი მიზეზის გამო. რომ მას კონცენტრაცია გაეკეთებინა სულიერებაზე, რომ მას ასე ვთქვათ, ეკეთებინა ის საქმე, რასაც სხეულის გარეშეც გააკეთებდა. იგივე დაუშვათ წიგნების წერა, იგივე დაუშვათ ფსიქოლოგია, კონსულტაციების ჩატარება, ხო? ანუ მეც ეს კარმული ვალი მაქვს და
სხვათა შორის, ანუ იყო შემთხვევები, დაუშვათ სადღაც 20 წლამდე, ძალიან, რაღაცა სერიოზული შიშებიც აქვს ხოლმე ამ კარმულვალს და შიშები იყო, რაღაცა შემთხვევები იყო, ხო, ამ სხეულთან დაკავშირებით. აი, მე უკვე რო აღმოვაჩინე ჩემი მიმართულება და თუნდაც აი უნივერსიტეტშიც ხო, ეს ყველაფერი უფრო სიღრმისეულად შევისწავლე. ანუ მაშინ ერთი პატარა შემთხვევაც არ ყოფილა, რაღაცა აი მსგავსის, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, შიშები რჩება ხოლმე და აცნობიერებ, ეგეც ძალიან მაგარია, რომ ანუ როდესაც აცნობიერებ შენ პროგრამას, რომ რაღაცის გეშინია, იმიტომ რომ უბრალოდ ეს შენშია ჩადებული წინა ცხოვრებიდან, ამ შემთხვევაში, ანუ მსუბუქად უყურებ ამას, ხო? აი, დავშოთ ზიხარ თვითმფრინავში და გეშინია, რომ არ ჩამოვარდეს და რაღაცა, ხო? და მე თუ რაღაცა ანუ ვაი და გადავრჩი და რაღაცა დარჩა ხო რაღაცა დაზიანება და ნუ ეს ფიქრები ყოველთვის არის და ყველა ადამიანს თავისებური აქვს. ამიტომ ჩემო კარგებო, ეს კარმული ვალი ზუსტადაც რომ აი ითვალისწინებს ამ შიშების დაძლევას და სულიერებაში ყოფნას. ადამიანების დახმარებას, ადამიანების გვერდით ყოფნას, ხო? შენი ცოდნით, შენი გამოცდილებით, აი შენი იმ შინაგანი სამყაროთი, რომელიც ჭირდება გარშემო მყოფებს. ხო. როგორ ანგარიშდება? ეს აჰა. ეს როგორ ხდება? ანუ პირველ რიგში ვიღებთ ჩვენს დაბადების თარიღს და დაბადების თარიღს 22-ის ჩათვლით ვწერთ, აი ახლა 18 სადაც არის ხო? მანდ ვწერთ 22-ის ჩათვლით, 23-დან ვაჯამებთ. ანუ 2 + 3 იქნება 5, დაუშვათ 2 + 9 იქნება 11 და ვწერთ 11, ხო? იმიტომ რომ 22 ენერგია გვაქვს, მაგაზე მეტი არ გვაქვს და აი დაუშვათ თუ არის 23-ში იწერება 5-იანი, ხო? 2 + 3. თქვენი შვილი რა რიცხვია? 12. ხო. 2015. ანუ 2015-ის შემთხვევაში ახლა ნახეთ როგორ იქნება. უბრალოდ მერე დაჯამდება 18, 12, 2015. არა, ეს თარიღი რო იყო. ეს არის, ანუ იდეაში თქვენს ვალს ანხორციელებთ უკვე. თქვენ მოგეცათ ფიზიკური ტანჯვა წინა ცხოვრებაში, რომ სულიერებით ყოფილიყავით დაკავებული და ისეთი რაღაც გეკეთებინათ, რისთვისაც სხეული არ არის საჭირო, ხო? ანუ შინაგან სამყაროში უნდა ჩასულიყავით, გამოგეტანათ ეს და ხალხისთვის დაგედოთ. იგივე წერა. აი, მაგას აკეთებთ, ხო? ზუსტად და აი ეგ არის რომ ეხლა ადამიანმა ეგ უნდა გააკეთოს წინააღმდეგ შემთხვევაში არის ხოლმე ალბათობები ისევ იმ მომენტში დაბრუნების და სხვათა შორის ახლა ჩემი კარმული ვალიც რო არის და მეც რო წიგნებს ხო რაღაცა ვცდილობ და ვწერ და ამ ყველაფერს გადმოვცემ, ნუ ერთ-ერთი მიმართულება ძალიან სწორი ეგ არის. ასე რომ გილოცავთ თქვენ უკვე ეს ყველაფერი განხორციელებული გაქვთ. ხო, 2015-ის შემთხვევაში ნახე როგორ ხდება აქ პლუს ხო, ანუ ხო არის 18, ნინჭის ზონაში გვაქვს 12, ანუ თვე, მერე ჯამდება წელი და წელის შემთხვევაში ეს იქნება 8-იანი და მერე ეს სამივე ჯამდება და გამოდის მე-11 ენერგია და შემდეგ ყველაფერი კიდევ ჯამდება, ანუ დღე, თვე, წელი და ეს სამი დაჯამებული და მერე ჯამდება, ანუ 4-ვე, ხო? 4-ვეს რო დავაჯამებთ, მერე ვიღებთ კომფორტის ზონას, შუაში რაც გვაქვს მატრიცის. და მერე უკვე მატრიციდან, აი ეს მე-11 ენერგია ხო გვაქვს. მე-11 ენერგია და დაუშვათ მე-13 ენერგია თქვენი შვილის შემთხვევაში, ხო? ვაჯამებთ და გამოდის 6-იანი. ხო? მერე 6-იანს პლუს 11 გამოდის 17 და ვიღებთ ამ კარმულ ვალს. ხო? აი ესეთი რაღაცაა და ნუ მერე დანარჩენიც იშლება მატრიცაში. აი ონლაინ დაგწევებს მოიწერეს. აჰა. თარიღები 3 იანვარი 1984. 0301. ხო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 15-5-8 ოჯახური უთანხმოება. ოჯახური უთანხმოების კარმული ვალი რას ითვალისწინებს? საკმაოდ რთული არის, მინდა გითხრათ. ნუ ეხლა ყველა კარმული ვალი რთულია, ანუ
ადამიანისთვის, რაც მიეცა, ესე იგი ის ვერ შეძლო განეხორციელებინა და ამიტომაც რთულია, ხო? ახლა თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც ესეთი სპეციფიკა არის, მაინც მიჯნავ ხოლმე როგორც ესეთი, რომ ანუ რომელი უფრო ადვილად გადის, რომელი უფრო ნაკლებად პლუსში და აქ გვაქვს რასთან კავშირი, ხო? ადამიანი წინა ცხოვრებაში შესაძლოა იყო ნარკოდამოკიდებულებაში, ან ალკოჰოლდამოკიდებულებაში, ადამიანი, რომელიც ეწეოდა არასწორი ცხოვრების წესს და ყველაფერს აკეთებდა საკუთარი სიამოვნებისთვის. ასევე იყო დაშორებები, ჩხუბები, გარჩევები. ეხლა რა ხდება? ყველაფერი უნდა იყოს ხოლმე წესით პირიქით რა, აი როგორც ფიზიკური ტანჯვის შემთხვევაში თუ ადამიანი სწორად მიდის, ეხლა ამ ცხოვრებაში ყველაზე ჯანმრთელი უნდა იყოს, ხო, ყველაზე უპრობლემოდ უნდა გქონდეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში აუცილებელი არის რომ ადამიანი იყოს ანუ სრულ დისციპლინაში. თუ ადამიანი პლუსშია, არც ეწევა, არც სვავს, ყავს ერთი მეუღლე, ხო და ანუ ხომ მივხვდით ანუ ყველანაირი ღალატის და ასე ვთქვათ ოჯახური უთანხმოებების გარეშე. თუმცა აქ არის ესეთი რაღაცა წყალქვეშა დინება, როცა ადამიანს ეგზავნება ნარკოდამოკიდებული ან მეგობარი, ან ოჯახის წევრი, ხო? ანუ თუ რაღაცა სერიოზული აქვს დასამუშავებელი, აუცილებლად იქნება რაღაცა ისეთი, სადაც გამოეგზავნება პიროვნება, ვინც გაახსენებს იმ წარსულს და დაამუშავებინებს, ხო? თუმცა აქ რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარი ინიციატივით ხალხის ესე დახმარება, რომ აი მოდი მე შენ დაგეხმარები, რომ შენ ხო დაანებო თავი ნარკოტიკს, არა. და კიდევ არ შეიძლება საკუთარი ინიციატივით ოჯახის დანგრევა. ხო? აი ეს ეგ არის ზუსტად. დაწერეს რამდენად რეზონირდა და ხო, რამდენიმე კიდე დაწერეთ. აბა 9 თებერვალი 1983. 1983, ხო? აქ ყავს უკვე ბუნტის თავი. აბა. ოი. ბუნტის თავი, ანუ ბუნტის თავში ადამიანი აუცილებლად გადის ძალიან დიდ პროცესებს დედმამიშვილებთან. ყოველთვის ყავს ხოლმე ანუ იდეაში 70% დაწყავს და ძმაც, მაგრამ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ყავდეს. ანუ მე არ მინახავს ბუნტის თავი დედის ერთა იყოს. აბა. და ну, აქ რასთან გვაქვს ახლა საქმე? ამ შემთხვევაში ადამიანი წინა ცხოვრებაში აუჯანყდა თავის ოჯახს, კონკრეტულად ხო დედმამიშვილებს მათ შორის, ну, მშობლებთანაც კი არის ხოლმე პრობლემები, მაგრამ უფრო დედმამიშვილებთან და წავიდა საზღვარგარეთ. ეხლა შესაძლებელი არის იქ რომ ყავდა სხვა აღმსარებლობის მეუღლე, ასევე რაღაცა ძალიან კოორდინალურად შეცვალა რა, ანუ რაღაც მიმართულება შეიძლება საერთოდ შეიცვალა რელიგია, საერთოდ გადაიხვეწა, ანუ აჯანყდა, აბუნტდა ეს ადამიანი, მოკლედ. და ეხლა მისი კარმული ვალი რა არის? დაწყნარება, დამშვიდება. ხო, ეს ბუნტის თავის ეს რაღაცა ხო, შლეიფის მოხსნა და ამ ცხოვრებაში ოჯახთან ძალიან ადეკვატური, ჰარმონიული ურთიერთობის დალაგება. აუცილებელია. და მოკლედ აქ შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა გათამაშდეს, რომ ან კიდევ საზღვარგარეთ წავიდეს ადამიანი, ან ჰქონდეს ამისი სურვილი და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მშობლებთან, ოჯახის წევრების გათვალისწინებით, ხო? იმიტომ რომ ну აქ ყველას უნდა ხოლმე რომ რაღაც ესეთი გლობალური მისია ქონდეს, ყველას უნდა რომ რაღაცა ხო განსაკუთრებული იყოს და მასე გუგონია და რეალურად ეს ჩვენი კარმული ვალები არის ხო სამყაროს წყობისთვის გლობალური. თუმცა ნუ ადამიანს ახლა ოჯახთან კარგი ურთიერთობა შეიძლება ეგონოს რომ დიდი არაფერია, მაგრამ არის. ხო, თქვენ შემთხვევაში აუცილებელი არის ოჯახთან დალაგება ურთიერთობის. ხო. 15.09.1984.
ხო, აქ გვაქვს დაჩაგრული სულის კარმული ვალი. დაჩაგრული სულის კარმული ვალი. სად ყავს? აი. არა, ეს არის. დაჩაგრული სული. ადამიანი, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ტყვეობაში, დიდი ხანი გაანთავისუფლეს და არ მოინდომა წასვლა. წარმოიდგინეთ, სული, როდესაც იმდენად კომფორტულად გრძნობს ჩაკეტილობაში თავს, რომ აღარ უნდა წასვლა, ხო? იმიტომ რომ მაშინ იქნებოდა საზრუნავი საჭმელზე, სასმელზე, სახურავზე და ადამიანმა მოინდომა, ასე ვთქვათ, დარჩენა, იმიტომ რომ ყველაფერი ქონდა ასე ვთქვათ, სითბო, ქონდა ეს საჭმელი, სასმელი და მოკლედ პასუხისგებლობები არა იყო საკუთარ თავზე. ეხლა ამ ადამიანს დაეკისრება ორმაგად, სამმაგად პასუხისგებლობა. თუმცა შეიძლება შეხვდეს ისეთი სამსახური, სადაც ჩაკეტილობაში იქნება. ან დაუშვათ შეხვდეს ისეთი მეუღლე, რომელიც ჩაკეტილობაში ამყოფებს, შეზღუდავენ, ხო? ასე ვთქვათ, მისი ორი პრობლემა და განსახორციელებელი რაც არის, ეს არის პასუხისმგებლობები და ჩაკეტილობა. ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ემიგრანტებს ეს კარმული ვალი, რომლებიც მიდიან და ესე ჩაკეტილობაში ცხოვრობენ და აკისრიათ უსაზღრო პასუხისგებლობები, ხო? და თან ისეთ იმაში არიან მდგომარეობაში, რომ ვერც გამოდიან აქედან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ისეთი კარმული ვალი არის, სადაც ადამიანმა უნდა ესე მოჭრას. აქ ნელა-ნელა არ გამოვა აქედან გადასვლა პლუსში. აი უბრალოდ ერთ დღესაც უნდა ადგეს და ყველაფერი ჩამოანგრიოს. და უნდა გამოვიდეს ამ პასუხისგებლობების აღებიდანაც, ანუ იმდენი უნდა აიღოს, რამდენსაც თვლის საჭიროდ. მეტი არა. აბა კიდე? 0308, ხო? კი, 1965. ბუნტის თავი აგიჯარო, რომ მე როგორ? ბუნტის თავმა დაგიწერა, რომ მე არ ვაღიარებ ჩემს კალულს. ოკეი, ყველას აქვს უფლება არ აღიაროს. რა თქმა უნდა, თუმცა ეს მის არსებობას, ასე ვთქვათ, არ ანულებს. 15:25. ხო, აქაც ანუ ბუნტის თავები ეგეთები არიან კი. აქაც ერთი კიდე ბუნტის თავი ყავს, ხო? აბა. კაი, მაშინ მოდი აქ ცოტა კიდე ჩავშალოთ. რადგან ხო, ესეც ბუნტის თავია და სამიანის თემაში აქ გვაქვს ბლოკებში მე-15 ენერგია და მოდი ურთიერთობები თუ ფინანსები, რომელი უფრო აქტუალური იქნება მისთვის. ურთიერთობები. კაი. ნუ აქ იდეალური პარტნიორი იდეალური პარტნიორი ამ ადამიანისთვის არის 7-იანის ენერგიების მატარებელი, ხო? ანუ შეიძლება იყოს ადამიანი დაბადებული 7-ში, 16-ში, 25-ში და თქვენი ადამიანი არის ძალიან მოძრავი. ანუ პირდაპირ მნიშვნელობთ, ანუ ამ ადამიანს აუცილებლად უნდა გქონდეს რაღაც, არ ვიცი, ესეთი ტრანსპორტი, რაც ძალიან უყვარს, ხო? და სულ მოძრაობაში უნდა იყოს. აუცილებელი არის, რომ გქონდეს საკუთარი მიზნები, ესეთი ადამიანი, ეხლა პარტნიორზე ვსაუბრობ, ხო? ამ ადამიანზე კი არა. ხო და ამ ადამიანს ყოველთვის უნდა გქონდეს რაღაც თავისი მიზანი, ასე ვთქვათ, ერთ ადგილზე ვერ დაჯდება, ვერ მოისვენებს და ყოველთვის იქნება აქტივობებში. ხა თქვენი ასე ვთქვათ, მისია ამ ადამიანთან დაკავშირებით არის აი მიმღებლობა, ხო? იმიტომ რომ 7-იანი და 3-იანი ერთიანს ქმნის, ცოტა ასე ვთქვათ ანულებს ერთი მეორეს და აუცილებელი არის საერთო მიზნები. და იქიდან გამომდინარე, რომ ბუნტის თავის კარმული ვალი გვაქვს, აქაც ოჯახის თემას ვეხებით, ხო? აუცილებელი არის საოჯახო მიზნები იყოს საერთო და საოჯახო ესეთი მიმართულება, ხო? რაღაცა ოჯახური ბიზნესი, თუმცა შეიძლება ეს ადამიანი მასწავლებელია, ხო? ეს სამში დაბადებული 3:08, იმიტომ რომ აქ გურუს ენერგიები არის, მასწავლებლობა, ну, იდეალურია მისთვის, თუმცა, ну, ამასაც თავისი მიმართულებები აქვს და
პარტნიორი თუ იქნება მასთან ერთად საქმეში, ხო, უფრო უკეთესი. ხო. დანარჩენი კიდე ვისაუბრეთ, რომ ანუ სცენარები ყოველთვის მეორდება, არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში, რაღაცა დაუშვათ, აი პარტნიორი შეხვდა, ხო? და რაღაცა სცენარი გათამაშდა. მერე, აქტივდა თავი დაშორდი. და კაც მეორე პარტნიორი ისევ ისეთია, ისევ სცენარია, უბრალოდ სახია სხვა, ხო? აი ასე არიან ადამიანებიც, სცენარები, რომელიც წინა ცხოვრებაში მეორდება. შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვანაირად გათამაშდეს, მაგრამ იდეაში აი ეს საბაზისო, ხო, აი რაღაც მაგალითად ხა ბუნტის თავს მოიცავს, აქაც ხო შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ადამიანი საკუთარ ოჯახს აუჯანყდა. ამიტომ ეხლა ოჯახში სიუხვე ბარაკა თან ეს ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ზუსტად აი ამ ბარაქის მატარებელი რა. აი თუ ყიდულობთ, გადიხართ საყიდლებზე, ბევრი რაღაცები უნდა შეიძინოთ ბარემ და ანუ დიდი სუფრები და აი ესეთი, სიუხვე უნდა იყოს, მოკლედ თქვენს ოჯახში ძალიან დიდი. ხო, ველოდები მეორე ბუნტის თავისგანაც აბუნტებას. აბა? არა. კიდე ერთი ბლოკია მიგონი რა ქვია. თეორია. მე თმარ ხარ დაწერა. ხო, ანუ უკავშირები აუცილებლად 01 1991 12, ოკეი. ანუ ეხა კიდევ ერთი პარადოქსი, რომელიც აუცილებლად უნდა დავაფიქსირო, რომ ადამიანები რამდენად რეზონირებენ და ერთ სივრცეში რამდენად ერთნაირი ადამიანები ხვდებიან. მასე მქონდა იმაში პრანაში რომ ჩავატარეთ სალონური შეხვედრა, ანუ ერთ-ერთ კარმულ ვალზე ვთქვი, რომ მეთქი თქვენგან 80%-ს ეს ექნება თქო რა კარმული ვალი და მართლა ანუ ხალხი ზის და ანუ მე თავი განსაკუთრებული მეგონა, შენც გაქვს, შენც ეს გაქვს, შენც და მართლა ანუ 80% ერთი და იგივე იყო და ამ შემთხვევაშიც ანუ ისევ ბუნტის თავის კარმული ვალი არის აქ. თუმცა აქ ვისაუბროთ უკვე ესეთ გლობალურ თემებზე, ხო, რომ ყოველთვის ამ ადამიანის ახლა ბლოკები რა არის ამ მიმართულებით, ხო? ამ ადამიანის ბლოკი არის ანუ და შიში არის გაფართოვება. აუცილებლად ადამიანი უნდა გაფართოვდეს. უნდა ასე ვთქვათ, გარისკოს, აი რისკები, ხო? თქვენთვის ძალიან კარგი იქნება რისკები, ძალიან კარგი იქნება ასე ვთქვათ, ბევრ ხალხთან. როგორ? არა. არა, გასუქება არავითარ შემთხვევაში. თუმცა ადამიანი, რომელიც დაუშვათ, ხა რატო სუქდება ადამიანი, ხო? იმიტომ რომ აი ზუსტადაც გაფართოვების შიში აქვს და ბლოკავს ხალხს, ანუ ასე ვთქვათ, ადამიანი იცავს საკუთარ თავს და ამ შემთხვევაში პირიქით მუშაობს ეს ყველაფერი. ხო, მოკლედ, ეხლა რადგან ხო, ამ კარმული ვალის მიხედვით, ხო, თქვენი შიში ერთ-ერთი არის გაფართოვება, კომუნიკაცია. შეიძლება იფიქროთ, რომ აი, რატომ მაინც და მაინც მე უნდა გამიმართლოს, ხო, რატომ მაინც და მაინც რაღაცა პროექტი უნდა დავწერო და ამან გაამართლოს და არა ვიღაცა პეტრესი, ხო? ხო და ასე რომ გააგრძელეთ თქვენი იდეები, ფიქრები, მოიყვანეთ რეალიზებაში, გარისკეთ და გამოგივათ რა, აუცილებლად გამოგივათ და ასწავლეთ კიდე ხალხს, ასწავლეთ ის მიმართულება, რომელშიც ფიქრობთ რა ძალიან მაგარი ხართ. მაგრამ არა ჭკუის სწავლების კონტექსტში, არამედ გაზიარების. კიდე ერთი არის. აბა? 18 იანვარი 1986. აჰა, აქ უკვე მეომარი ყავს. ოკეი. ეს არის მეომრის კარმული ვალი, სადაც ადამიანის გამო
მოხდა ძალიან სერიოზული პროცესები. აქ არის რამოდენიმე ვარიანტი, ხო? იმიტომ რომ რადგანაც ადამიანებს უმეორდებათ ეს კარმული ვალები, გვაქვს სხვადასხვა სცენარებიც, ხო? აქ შეიძლება თქვენს გამო, ხო, ვინმე ადამიანი დაიღუპა, ანუ პირდაპირ გაგებით ერთი ადამიანი შეიძლება ეს იყო მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი და ამის გამო ძალიან დიდ შინაგან პროცესებს განიცდიდა ადამიანი და ეხლაც განიცადოს. ასევე აქ შეიძლება იყოს საქმე უშუალოდ ომთან, უშუალოდ ხო, აი მეომარი იყო ადამიანი და აი ასე უბრალოდ ბრძოლის დროს ბევრი ადამიანი შემოაკვდა როგორ რა, ну რაც არის ახლა მათი ხო, საქმე, ხო? და მერე უკვე აი ამ ომის ბრძოლის შემდეგ განიცდიდა ძალიან დიდ აი გვემას, ხო, თვითგვემას, რომ ანუ როგორ ეს რა ანუ ხო, რა მოხდა, რატო გავაკეთე და ეხლა ამ ცხოვრებაში როგორ თამაშდება. აი ეს დანაშაულის გრძნობა, შიშები, აი ეს რაღაცა შინაგანი პროცესები მოყვება. და დახმარების ძალიან დიდი სურვილი აქვს ადამიანს. ყოველთვის უნდა რომ ვიღაცას დაეხმაროს, ყოველთვის უნდა რომ ვიღაცისთვის იყოს სასარგებლო. და ამ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება საკუთარ თავსაც ადანაშაულებდეს, მაგრამ როგორც ვთქვით, ხო, არის პლუსის გამოვლინება, არის მინუსი, ხო? პლუსში როცა არის ეს კარმული ვალი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე მსახურებასთან, ადამიანების მსახურებასთან, ადამიანების სამსახურში ყოფნასთან და ანუ მინუსში ეს არის მომსახურება. ეს არის რაღაცნაირი, აი იცი როგორი, რომ აი ვალდებული ვარ, რატომღაც აი მინდა რომ ეს გავაკეთო, ხო? და აი ყველას უნდა დავეხმარო. და უშოთ რომ გადადიოდეს ბებია, სადღაც გზაჯვარედინზე, შეიძლება ადამიანი მანქანიდან გადმოვიდეს და ისე დაეხმაროს და გადაიყვანოს, ხო? აი ძალიან კეთილი ხალხია. კი, ზედმეტად აქვთ აი ეს რაღაცნაირი თუმცა მერე არიან ხოლმე უკმაყოფილო რომ არაფასებენ. ანუ მერე აანალიზებს ადამიანი და ანუ რამდენად უმადური ხალხია ირგული ვიძახის, ხო? ანუ რაღა უნდა გაგიკეთოთ რომ ადლიერები იყოთ. ხო, აი ეს თემაა და მაგ დონემდე არ უნდა მიიყვანოს რა. თვითკმარი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ვაკეთოთ სიკეთე. ყველამ. აუცილებლად, თქო ჩვენც უნდა გვსიამოვნებთ ესე. ხო. ეს არის ბატონო? კი, აბა რა. კი. ეხლავე იყო ესე იგი 10 1982 აი მე თქვენს ბუნტის თავია. აღონდ თქვენ შემთხვევაში ნახე, თქვენი შემთხვევა უფრო უკავშირდება ანუ მშობლების თემას, ხო? თან ეს მშობლების თემა, ოჯახური თემები პლუს კიდე არის ურთიერთობების ბლოკში. ანუ და აი უნდა დააკვირდეთ ხოლმე, რომ აი თქვენი ძალიან მაგარი იქნება თქვენთვის საგვარეულო ხის გაკეთება. ანუ გამორკვევა ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები, ასე ვთქვათ, რა ჰქონდათ დაშვებული, ანუ ხო არის ეს საგვარეულოს კარმა და ყველაფერი, ანუ ძალიან კარგი იქნება თუ გამოარკვევთ, იმიტომ რომ აქ კიდე მე რასაც ვუყურებ არის წინსვლის შიში, ანუ პროგრამა არის, რომელიც მამის მხრიდან მოდის რა, საგვარეულოს მხრიდან, მამის მხრიდან არის და თქვენ ძალიან დიდი პერსპექტივები გაქვთ, უბრალოდ აი ანუ წინსვლა კი არა, წინსვლის შიში არის ჩადებული თქვენში რა. აი შეიძლება იდგეთ უბრალოდ ხო გზაზე, რომელიც თავისუფალი არის, ეს თვალებზე ხელი აიფაროთ და უბრალოდ მეშინია და არ მივდივარ წინ, არა და ყველაფერი, ანუ გზა თავისუფალია, შენთვის არის. უბრალოდ უნდა ირწმუნო და წახვიდე. ინესა მიღებს, აი ფაშის გადაწყმაზე გახეთ ვაზეთ რეზერვაციას, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი დიდ სივრცეში შევდიოდი, ანუ იქით არ ვხედებოდი ყველაფერს. ეხლა არ ვიცი, ეხლა ეგ დიდ სივრცეებში არ მიწევს იარებდი. მაგრამ პრინციპში ხო აი საჯარო დიდი სივრცის ხალხის შიში მაქვს. ხო და უნდა გაბედოთ რა. პირველ რიგში ანუ
გამოსავალი არის ხოლმე ჯერ გაცნობიერება, რომ ეს შენში ჩადებულია, ანუ წინა ცხოვრებიდან მოყვება, ანუ ახლანდელი არ არის. ანუ წარმოიდგინე, აი როგორც ახლა ბავშვს რო ეშინია ბუასი, ხო? ანუ ჩამქრალია შუქი და ვერ შედის, რომ სათამაშო გამოიტანოს, რომ ბუა იქნება, ხო? ანუ რა ბუა, ხო? ანუ იგივე ბუები სხედან ჩვენ თავში და ჩვენს პროგრამებში და კი. რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერებით პირველი რაღაცების გამორკვევის განშეც შემიძლია, ხო? კი, ის უბრალოდ ძალას მოგცემთ. ანუ თქვენი ძალა არის თქვენი ოჯახი. ფინანსური კუთხითაც და სულიერათაც რა და ყველაზე მეტად ამაში შეიძლება მინუსში გაიჭედოთ და აქაც დაგეხმარებათ ეგ თემა რა, ანუ წინსვლაშიც დაგეხმარებათ, ფინანსებში დაგეხმარებათ, ძალას მოგცემთ და გაცნობიერებით და აი ამ შიშის დამარცხებით და ზოგადად იქ უნდა წახვიდეთ, რისიც გეშინიათ. წადით სივრცეში, გადით და გაახილეთ თვალები და დაინახეთ, რომ არაფერი არ არის აშიში ამაში, ხო? რაღაცა ნუ ბავშვობაში რაღაცა ბუასი რომ მეშინო და თურმე ის ყოფილა. მეტი არაფერი. მადლობა. გაიხარეთ. ძალიან რეზონირებიც. კი. ანუ 21 მეათე 1975. დიდი სივრცის ყველა ეს 21.75. ხო. 75, ხო? თქვენ გაქვთ ოჯახური უთანხმოების კარმული ვალი. ანუ თუ ხართ გაშორებული მეუღლეს და აღარ ფიქრობთ ასე ვთქვათ ოჯახის შექმნას, არ არის სწორი და თუ არ ხართ გაშორებული და რაღაცა არ მოგწონთ ურთიერთობებში, ამ შემთხვევაში ანუ არც უნდა იფიქროთ გაშორებაზე, აუცილებელი არის საუბარი, ძალიან ბევრი საუბარი, ხო? ხუთიანის მატარებელია მეუღლე, შეიძლება იყოს 5-ში, 23-ში, 14-ში დაბადებული, ან სადმე უნდა ხო? ხუთიანი ხო ურევია ესე იგი მაინც. ხო, 75-შია, ხო. თქვენზე უფროსია? არა, ტოლები ხართ. ხო, 75, ხო. და ანუ გურუს ენერგიებშია ძალიან ბევრ ამის ისწავლით მისგან. ხო და ზოგადად კიდე აქ შეიძლება იყოს ანუ ადამიანი, რომელიც დამოკიდებულებებში არის, ოღონდ შეიძლება ეს იყოს ან მეგობარი, ან ახლობელი, ან თვითონ ნუ ახლა მეუღლე შეიძლება არა, მაგრამ ნუ ვინმე რა, რომელსაც აი აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, აი აუცილებლად. ეს არის თქვენი ერთ-ერთი აი ის განსახორციელებელი, რაც აი to-do list-ში პირველი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხო, განსახორციელებელ სიაში. კი, დანარჩენი კიდე ნუ ეს სიყვარული, როგორც ესეთი თქვენთვის, ხო, შეიძლება აი როგორც წარმოგიდგენიათ, ისეთი არ არის ახლა. მაგრამ ანუ თქვენთან სიყვარული ზუსტად აი ამ მეუღლესთან საუბრით, გაგებით, საერთო რაღაცა ხო იმების დასახვით ხდება მიზნების და საერთო ანუ ისეთ ადგილებში გაატარეთ დრო, რომელიც არის თქვენთვის განსხვავებული რა, ანუ რუტინიდან ამოდით. ახალი ადამიანები უნდა აღმოაჩინოთ ერთმანეთისთვის. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. გაიხარეთ. ხო. თუ არის კიდევ რამე შეკითხვა? ფოტომე ამბოხის რომელი იყო აქ გვაქვს მე ამბოხე. აი ეს არის. ეხლავე აქაც გაჩვენეთ. კი. მეკობრეს უფრო ყავს ეს თვალით. ვაი. მე ჩანაწერში უბრალოდ ვახსენებ. რომ ვისაც ინდივიდუალურად თქვენთან უნდა როგორ დაგიკავშირდეთ და ესეც დარჩება ჩანაწერში. კი, ანუ ინდივიდუალურად ახლა ეს არის აი მართლა ზღვაში წვეთი, ჩვენ რასაც ვისაუბრეთ.
იმიტომ რომ იმდენი პროგრამა არის და ანუ სათითაო ხო მოიცავს თავის დამუშავებას ყველაფერს და ანუ ზოგადად მე კიდე არის ჩაკრალური სისტემა, არის მისიების სისტემა, ანუ სამი სისტემისგან შედგება ზოგადად მატრიცა და ნუ ჩემთან კონსულტაცია წინასწარი ჩაწერით ხდება და ვისაც სურს შეუძლია ანუ პირადად WhatsApp-ში, ანუ საიტიც გვაქვს და ასევე Instagram-ზე ნუმეროლოგია, ბედის მატრიცა, ესე მომწერნოთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. როგორც აქ ფიზიკურად ასევე თქვენ ძალიან დიდი მადლობა ვინც ონლაინ გვესწრებათ.